საქმეს აღამას ვაგრძელებთ ტრადიციულად საფონდო ბაზრების მიმოხილვით. განვლილი სავაჭრო სესიით უნდა დავიწყოთ, რომელიც დიდად გამორჩეული ნამდვილად არ ყოფილა განსაკუთრებით ტექნოლოგიური სექტორისათვის, თუმცა დღეს უკვე ვითარება არის გამოსწორებული. საკმაოდ თვალში შესამჩნევის ზრდა გვაქვს ძირითად ინდექსებთან მიმართებით, მაგალითად S&P 500 +1.77%-ს აფიქსირებს, Dow Jones-თან გვაქვს +1.25%. NASDAQ-ი კი დაახლოებით 2.22%-ით არის გაზრდილი, ანუ ინვესტორების განწყობა საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. აქვე კომპანიებზეც უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად, ლამის ყოველი მათგანის ღირებულება საკმაოდ მკვეთრად არის დღის განმავლობაში გაზრდილი, მაგალითად Nvidia ლამის 4%-ს აჩვენებს, Google +3%-ს, Amazon-თანაც ანალოგიური შედეგია, TSMC-ც +3%, Broadcom-იც, Meta კი საერთოდაც უკვე 4.9%-ით არის გაზრდილი, Tesla-სთანაც გვაქვს +3%, როგორც ხედავთ, განწყობა რაღაცნაირად ყველა კომპანიასთან მიმართებით არის პოზიტიური და დადებითი და ეს არ არის გამპირობებული თავად ამ კომპანიების შედეგების ერთდღიანი გაუმჯობესებით, ეს უფრო მეტად გეოპოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება და იმ მოლოდინის გაჩენას, რომ შეიძლება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი მალე დასრულდეს და ამის ფონზე გაიხსნას როგორც ჰორმუზის სრუტე, ასევე დასრულდეს ენერგეტიკული კრიზისი. ეს კი ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაზღვრავენ საფონდო ბაზრების დინამიკას, შესაბამისად ამ მიმართულებით პოზიტიური სიახლეებისა და განცხადების გავრცელების ფონზე ინვესტორებს ეცვლებათ განწყობა და დამოკიდებულება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ეს ისევ და ისევ არის სპეკულაციის სფერო, არაფერი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, ამიტომაც თუ მაგალითად მომდევნო 24 საათში საპირისპირო ცნობები გავრცელდება, ამ ბაზარზე ისევ სავარაუდოდ ძალიან მკვეთრ კორექციას ვიხილავთ, რასაც ისედაც ხედავთ უკვე ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, ამიტომაც ზეიმისა და გამარჯვების გამოცხადების დრო ჯერ არ არის, ინვესტორები ისევ ფრთხილად უნდა დააკვირდნენ საბაზრო მოვლენებს. აქვე უნდა ვისაუბროთ ევროპულ ბაზარზეც, იქაც ბუნებრივია დადებითი განწყობა გვაქვს ამერიკული ბაზრების დისფონზე და მატება შეინიშნება 0.41%-ის ფარგლებში. რაც შეეხება აზიას, შანხაისთან -0.91 გვაქვს, ნიკეისთან კი -1.59%, ანუ როგორც ხედავთ, დასავლეთში განწყობა პოზიტიურია, აზიაში კი ინვესტორები ისევ და ისევ ინარჩუნებენ პოზიტიურ და ასევე სკეპტიკურ დამოკიდებულებასაც ბოლო პერიოდის მოვლენებთან. რაც შეეხება ნავთობს, ის ცოტა არ იყოს და საპირისპირო სურათს აჩვენებს. ერთი მხრივ გვაქვს მცირედი კორექცია, ბრენტის ფასი $105 და WTI $102 ვაჭრობა, მაგრამ აი ურალის ფასი, ანუ რუსული ნავთობის ფასი საერთოდ სხვა რეალობაშია, როგორც ხედავთ, ის უკვე $116 აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიაში პირველად რუსული ნავთობი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ბრენტი. ეს არის ძალიან უჩვეულო მოვლენა, ვინაიდან ყოველთვის თითქმის ისტორიულად ურალი უფრო იაფი ღირდა ვიდრე ბრენტი, დაახლოებით 20-30%-ით, ხოლო სანქციების პერიოდში საერთოდაც 50 და 60%-იან დისკაუნტსაც ხედავდით, თუმცა ახლა რუსული ნავთობი უფრო ძვირია ვიდრე ბრენტი, რაც არა მხოლოდ იმითია გამპირობებული, რომ იგი სანქცირებული, არამედ იმითაც, რომ ხარისხით ზოგადად ინვესტორებისათვის და ტრეიდერებისთვის ბრენტი უფრო მისაღებია თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, ვიდრე ურალი. ასეთი მარტივი რეალობაა, თუმცა იმიტომ, რომ დღეს ბრენტის მიწოდება ბაზარზე არის შეზღუდული, შესაბამისად ამას განაპირობებს თავისი არსით ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და რუსული ნავთობის მიწოდება არის შედარებით თავისუფალი მიუხედავად ამ სანქციების, აი ამიტომაც ის უფრო ძვირად ფასობს ბაზარზე და აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ბაზარი არ არის არც ამერიკის, არც ევროკავშირის და არც G7-ის წევრი ქვეყნების, ეს არის აზიური ბაზარი და სწორედ იქ დაფიქსირებულ მონაცემებს ხედავთ ჩვენ ამ წუთებში და ამ მონაცემების მიხედვით, როგორც ხედავთ, რუსული ნავთობი უფრო ძვირია ვიდრე ბრენტი, რაც ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა. თავად გაძვირების დინამიკაზეც უნდა ვისაუბროთ. წლის დასაწყისიდან დღემდე მაგალითად ბრენტი არის გაძვირებული ლამის 80%-ით, ხოლო ურალს აქვს 130%-იანი ზრდა. ეს ის ზრდა და დამატებითი შემოსავალია, რომელსაც კრემლი ამ მიმდინარე მოვლენებით იღებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბუნებრივი აირიც ერთ-წლიან პერიოდში გაძვირებულია, მასთან დაახლოებით 75% გვაქვს ჩვენ მატების მაჩვენებელი, თუმცა
დღეს საკმაოდ მკვეთრი კორექცია დაფიქსირდა, როგორც ხედავთ, ბუნებრივი ერის ფასი დაეცა დაახლოებით 9% და მეგავატ-საათი ენერგიის ფასი ამჟამად შეადგენს 50 ევროს. ეს კლებაც უკავშირდება იმ ცნობების გავრცელებას, რომ შეიძლება მალე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დასრულდეს კონფლიქტი. რაც შეეხება ოქროსა და ვერცხლს, აქაც პოზიტიური დინამიკა გვაქვს დღის განმავლობაში, რადგანაც თუ კონფლიქტი დასრულდება, მონეტარული პოლიტიკა არ გამკაცრდება, პირიქით იგი სავარაუდოდ შემსუბუქდება, შესაბამისად არის მოლოდინი იმისა, რომ ოქრო თავის მიმზიდველობას შეინარჩუნებს, ამიტომაც ის დღეს 3%-ით გაძვირდა, ხოლო ვერცხლი აფიქსირებს +7%, რაც არის ერთწლიან პერიოდში ვერცხლთან +120% დაახლოებით, ხოლო ოქროსთან ზრდა არის დაახლოებით 48%. აქვე ბოლოსკენ კრიპტოზეც უნდა ვისაუბროთ, აქ კლება გვაქვს დიდად გამორჩეული არაფერი, -9% დაახლოებით 2.390.000-ია ბაზრის შეფასება, ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით 67,000, ეთერიუმი კი $2,000 ვაჭრება, კაპიტალიზაცია გვაქვს 258 მილიარდი ეთერიუმთან, ბიტკოინთან 1.329 მილიარდი დოლარი. და ბოლოს აქეთ და ადამიანს უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი, დღეს საქართველოს ბანკს ჰქონდა ზრდა და ეს დაიყო +1%. TBC-ს ორჯერ უკეთესი შედეგი აქვს რეალურად 2%-იან მატებას აფიქსირებს, წინა სავაჭრო სესიაზეც TBC-ს გამორჩეული შედეგი ჰქონდა და ბოლოს ორედის სიტყვა უნდა ვთქვათ ჩვენს ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც არის დღეს დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურებული და კურსი გვაქვს 2.70, ევროს კურსი არის 3, ხოლო სტერლინგის კურსი არის, როგორც ხედავთ, 3.56. მოკლედ, აი ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟაზე.